მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ისმის ჩემი ხმა? მოგლეთ, ჩვენ მანქანას ისევ რაღაცა პრობლემა აქვს რა. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. რატომღაც ზეთი მოიკლო, საწავიდა არ ვიცი. ნუ ქვემოთ არ ესხა, ფაქტია. პროფეცის რადიატორი ჩვენ გამოვრეცხეთ. და იმ ბიჭმა მითხრა რომ რახან ძველიაო არისო საშიშროება და ფაქტები იმისო რომ გახეთქოსო და ანუ გაგიფუჭდესო რა. ისთვისაც მზად ვიყავი და უთხარი მეთქი იყოს ძმაო რაც არის, გავაკეთოთ, მაინც გავაკეთეთ. თავიდან არაფერი, მაგრამ დაიწყო წვეთა და რო ქოქავდა მანქანა რო ხურდება, უკვე იმ აორთქლებას იწყებს და ბოლი შემოაქვს შიგნით სალონში რა. ეხლა მეორე პრობლემა. აი რატო შვება აი ამას. უიო, ავაცილე უცბად ხელი. აი რატო შვება ამას. უნდა ავხატოთ კრიშკა. შევამოწმოთ სალნიკი, შევამოწმოთ კრიშკაც. დაღუნული ხო არ არის, ან გაფჭებული ხო არ არის, ან აბზარი ხო არ აქვს, რაღაცა ხო არ აქვს ისეთი, რომელიც იწყებს აი ეს ზეთის ამოტანას და ესე ნუ მოგლეთ აბუჭებს რა. და რატო არ ვიღებდი ვიდეოებს? ალბათ შეამჩნევდით ჩვენს პატარა მიკროფონს პეტლიჩკას, რომელიც DJI-ის არის. ბოლოს ისე მოხდა რომ ამ არხის ერთგულმა მაყურებელმა და სპონსორმა, მშობელმა მამამ გვაჩუქა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მამა. ეხლა ამ ვიდეოს შენც უყურებ და ხედავ როგორი განსხვავებული ხმა აქვს. და როგორი კარგი არის და როგორი კარგი გამოვა ეხა ეს ვიდეო. დავიწყოთ დაშლა ეხა. მოგლეთ დავშალეთ. შევახედოთ ოპერატორო. და უნდა შევცვალოთ სალნიკიც, აი ეს კონკრეტული რეზინა რაც არის. ნუ ეხა დღეს უკვე ესეთი დრო არის რომ გავიდეთ, უხე ჩანვარ ალბათ ესე რომ იღებ ქვემოთ. რომ გავიდეთ აზრი არა აქვს. საერთოდ რამე რო ვიყიდოთ, 7 საათია, ხო? თუ რომელი საათია? ხო, 7 საათი არის. ხო და მოგლეთ ამას დავაფარებთ ეხა შევეშვებით. ხვალე უკვე გავალთ ელიავაზე. რაღაც ადგილები გავიგეთ, სადაც შეიძლება ვიყიდოთ. მიცე გაზი! აფერ ახმები აქ რა. ლომია ბიჭო. თხელზე მოიშვებს, ვიფიქრეთ და გადაუჭირეთ ცოტა და ბოლტი მოვყიდეთ და ეხლა ვცდილობ კლიენტად რეზი ვცვალოთ. ოპა, ეგ არ უნდა გვექნა კაღაზიო. ოპა, ვაფშე დავშალეთ ეხლა დრო. შო, დედაედება. ან არაფერი არ მოუეგარა. პლასმასი. ნუ ხო და პლასმასი არ შეიტრიოს სადმე თორე. თუ შეიტრია, გავიგებთ რა. გავიგებთ რომ თუ დაიწყო მე და გავჭერდით მე გავიგებთ. ამოვიღეთ. ანა ხერა პატარა რაღაცა არის. როგორც წინა კაცში დაინახეთ, ჩავარდა. აი აქ ჩავარდა. აი ამ ადგილში. და აი, თორე ამის გამო შეიძლება მოტორი დასტოკებულიყო რა. შევღებეთ მეგობრებო კრიშკაც. ნახეთ როგორი ლამაზი არის. ეხა ამ რაღაცებს ავიღეთ აქ, რაც დაფენილი მქონდა, რომ არაფერი ჩავარდნილიყო კიდე. მოგლეთ ავაწყობთ ეხა, გადავქოქავთ. ზეთი არ გასდის არაფრიდან, იმიტომ რომ ახალი სალნიკი დავაყენეთ, კრიშკა არ ყოფილა დაღუნული, რაც ეჭვირაძეც გქონდა. ნუ კრიშკა ვიყიდეთ, მაგრამ ანუ არასწორად გვიყიდია რა, იმას ორი კოდირებით კი იყო და 4 ცილინდრი, მაგრამ იმას ჰქონდა აი აქ ჭრილი ესე რო ვთქვათ რა. რაც ამას არ აქვს, ანუ ხედავთ აი მთლიანი არის. ეს ისევ ის არის, ძველი რაც გვეყენა უბრალოდ შეღებილი. და მოგლეთ აღარ გასდის რა მარტივად რო გითხრათ ზეთი, ეხლა დავაყენებთ და ეგ არის გაიმართება რა. ამოვიყვანეთ, გავურეცხეთ ეხლა ჩვენი მაგარი მაშინები სიმო. ახერა კაია ბიჭო. მენა კაია ბიჭო. დავუწყეთ მანქანის დაშლა. აქედან მხარეს ფარი და პავროტნიკი ამოვიღეთ, სიმციმა ეგრეთ წოდებული. და აქედან მხარეს ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ აი ცუდად მისადგომი ადგილია და მჭირდება ჩვეულებრივი კლუჩი ეგრეთ წოდებული რომ მოხსნა. ამას აქ ერთი ბოლტი აგერ, აი აქ. და მეორე თვითონ ფარზე მოიხსნება, ეს მარტივი არის რა, მაგრამ მე აქ არის კიდე რუიანებით არის უაწყობილი, არ გჭირდებათ რუიანზე მეტი რა, ყველგან რუიანი არის. 1, აქ არის 2 და მესამე არის აი აქ. აი ამ ადგილში. ნუ იგივე ადგილზე არის, აქ უბრალოდ აქ ეს გვიშლის ხელს რა. და რატო ხსნი ახლა ფარს? იმიტომ რომ ბამპერის მოხსნა მინდა და ბამპერის ბოლტები არის აი აქ რა, ჩამაგრებული აი ამ ნაწილებში. 13-იანები არის ეგენი რა.
ფარი ვერ მოხსენი, მაგრამ ქვემოდანაც აი აქ არის 2 ბოლტი მოკლედ და აი აქ არის კიდე 1 და მეორე არის აი აქ. აი ესეთი რკინა უნდა იყოს რა. ვახჩი. აი ესეთი. ანუ ეს რკინა დგება აი აქ და იჭერს აი აქ ჩვენს ბამპერს. ნუ ახლა ცუდად განახებთ, მაგრამ სულგან აღდათ არა მაქვს რკინა ბამპერი დამეცა თავში. всё, მოიხსნა ბამპერი. 13-იანებით და 10-იანებით არის დაჭერილი. 13-იანებით დგება აი აქ და აი აქ ფარის ქვემოთ. 10-იანებით დგება აი ამაზე რა. ერთი ესე დგება ზედ იმაზე. მანქანაზე ესე რო ვთქვათ. და აქ იჭერს მე 1-10-იანით ჩვენს ბამპერს. ესე როგორ უხდება და შემდგომარეობაში ვარ დავტოვო ესე. რა სიტყვით. აი ეს გვერდიდან. ფარების მოხსნა არ არის საჭირო რომ ბამპერი მოხსნათ. რასაც წინა კაცი ვიძახი, მაგრამ ნუ რატო უნდა იწვეთ ახლა ქვემოთ როგორც წეღა წინა კადრებში ხედავთ რომ ქვემოთ ვაგდივარ და ხსნი. ჯობია მარტივად 3 ბოლტს მოხსნით, გამოიღებთ ფარს და 2 ბოლტს ესე ჩაულებროთ მოუშვოთ, ბამპერიც მოიხსნება რა. ჩავდეთ ახლა ბამპერი და მივდივართ ხელოსანთან რომ გავაკეთოთ. ცოტა ისე კიდევსთან ცოტა ჭუჭყიანია, მაგრამ არა უშავ მთავარია გაკეთეთ ეს რა. დავრჩით ბამპერის გარეშე, ვერ ვაკეთებთ ამ ბამპერს. მორიგი მიზეზების გამო, ნუ მთლიანად მოკლედ მარტივად რო გიხსნათ, აი, ხა არ ჩანს კარგად, ებობა. აი, სადა? ოშვენ? შემა შარიანი ვარ. აი მე სად ჩამიგდე, ბიჭო? მოყალიო მეს მოყალი. არ სად მოკალი ქვემოთ ჩავარდა. ცხედარია არა უშო. აი, იღდებს. სკამის შუაში და ვიმინა. ბიჭო, თქვენ ახლა ნახავთ სასტიკ კადრებს. საგე ვერ ხედავ ბიჭო. აუ, ვირა. ვირა. სისხლი არ გამიზილო ეხა. ადეგეთ. მოკლედ აი ამ ადგილზე გებაზრები გელაპარაკებით. აი ეს ადგილი რა. გვაკლია ნუ ნაწილები რაც ნამტვრევები გვაქვს, მაგრამ აშოტამ ვისთანაც მივიტანეთ, გითხრა რომ ესე უნდა ჩაიჭრასო რა. იქით ამ ხარესაც ზუსტად ანალოგიურად და ესე უნდა დაკერდესო რა და არა მაქვს რა ეგრეო. ეგ ნაწილიო და მოკლედ დავრჩით ისე რა და ახალი ბამპერის ყიდვას და იმის შეღებას და იმაში პულის დახარჯვას ვამჯობინე დავტოვებ ესე ცოტა ხანი და მე AMG-ს ბამპერებს იხილავთ ამ მანქანაზე და ცოტა ხანი იქნება ეს რა. მეცინეთ. მოკლედ ეს ვთქვი დასასრულს მივახავდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ, ამიტომ ძალიან რო არ გაიწევოს ეს ვიდეო აქ და გემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში რავი იქნება თუ გავაკეთებთ, თუ უშოვეთ სხვა ხელოსანი ვინც გააკეთებს. გავაკეთებთ თუ არა და მივაყენეთ ეგრე როგორც არის და მე AMG-ს ბამპერებს რო ვიყიდით შეიცვლება. გამოიწერეთ არხიდან და ლაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ კარგ მოტივაციას მაძლევს ესე რო თქვა და უფრო სურვილი მიჩნდება რომ გადავიღო და რაღაცები ვაკეთო რა და ამიტომ და ზარის ღილაკი გააქტიუროთ რომ დავდებ ეგრევე განახოთ რა რომ ვიდეო დავდე.